ფაქტია რომ თქვენ თქვათ არ იზიარებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს. მეორეს მხრივ ალბათ ფიქრობთ რომ გარკვეული უცხოური ფინანსური გავლენისგან ქვეყანამ რაიმენაირად თავი უნდა დაიცვას და როგორ. რას თავაზობს თქვენ გირჩი ალტერნატივად? ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახ ბოლო პერიოდში შეიძლება სურსათის უსაფრთხოების სამსახურად გადაკეთდა, მაგრამ შინაარსობრივი დანიშნულება არის რომ ისეთი ტიპის საქმიანობა რომელიც ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას სცილდება და შეიცავს თავში კრიმინალის ნიშნებს, სწორედ ამ სამსახურმა უნდა გამოიძიოს. თქვათ ვერ დაგეთანხმებით ახ სურსათთან შედარება, ხო, შესაძლოა ვიღაც ხო, სურსათის ფასებზე გვყავს ახლა სუსტი დასაქმებული. მე ხო არაფერს არ ვიძახი, ისიც რაც ფაქტი არ არის. მე გეუბნებით რომ სახელმწიფო საფრთხების სამსახურის ძირითადი დანიშნულება სწორედ ასეთი ტიპის, რაც თქვენ შეკითხვა დამისვით. შინაარსობრივად ასეთი ტიპის დივერსია იქნება ეს, შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, რაღაცა როგორც კი, რაღაცა ფული შემოვიდა ოფიციალურად. ჩვენ ხო ფულს არ ყრძლავთ, ფულთან ბრძოლა ზოგადად ხო არ არის მიზანი. მიზანი არის რაღაც ამ ფულით განხორციელებულ გარკვეულ ცუდ საქმიანობებთან ბრძოლა. ხო ეს უნდა იყოს მიზანი. ხო და თუ ეს სისტემა ისე ფუნქციონირებს, როგორც ის კანონმდებლობაში ასახული, მაშინ საკანონმდებლო დონეზე ამ ფულის აკრძალვა ხო არ არის მიზანი, იმიტომ რომ საკანონმდებლო დონეზე თუ ვინმეს შენთან რევოლუციის მოწყობა უნდა, თუ შენთან ვინმეს დესტრუქცია უნდა, თუ ვიღაცას შენი დამხობა უნდა, ის ხომ საჯაროდ NGO-ებს არ ჩაურიცხავს ამ ფულს. შინაარსობრივად მე ხო ამიტომ დავსვი შეკითხვა, რომ აი ბატონმა სოზარმა რაც მიპასუხა, რომ რუსული ფული სხვანაირად შემოდისო. ხო გასაგებია რომ სხვანაირადაც შემოდის და ძირითადად რევოლუციისთვის და ქვეყნის დამხობისთვის და ასე შემდეგ შემოსული ფული გრანტებით არ შემოვა. სხვაებისფერი საშუალებით შემოვა. ამიტომ არსებობს ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახურები. შესაბამისად, ჩემი პასუხიც ეს არის. თუ ასეთი სამსახურები გვაქვს, მათ უნდა გამოიძიონ კონკრეტული ქმედებები. დასტურონ რომ ვიღაცა აწყობდა რევოლუციას, იყო ცდელობა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შეცვლის და იმოქმედო შესაბამისად. იმის გამო რომ ეს შეიძლება მოხდეს ყველას, მათ შორის ისეთ ხალხს, რომელსაც ხალხო ნინოს მსგავს და მისი ორგანიზაციის მსგავს. ხო, არ შეიძლება ამბობს რომ ეს მოხდა. არა, გასაგებია, მაგრამ ხო და ამისთვის ხო არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმები, ზოგადად სამართლის სისტემაში, როცა შენ რევოლუციას გიტყობენ პირობითად, შენ ამისთვის იყენებ, როგორც გითხარით, უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო პროცესები, კრიმინალური საქმის აღძვრა და ასე შემდეგ. კანონის მიღება, იმიტომ რომ უცხოეთიდან ფული არ შემოაგზავნონ, ამისთვის აბსურდია. ფულს ესე არავინ არ აგზავნის. ვისაც რევოლუცია უნდა მოწყობდეს, ის გრანტად არ აგზავნის ამ ფულს. ჩემოდანში ჩალაგებს და რამენერად შემოაგზავნის. ესმით? სწორედ ამიტომ არ მგონია, რომ მიზანი ეს იყოს. მიზანი სინამდვილეში არის საჯარო პოლიტიკური პროცესის მოყვა და ის რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, კონკურენტები ჩამოიშორონ, როგორც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებას მოსდის.